ქარი დაცხრა სიბობოქრის, ფრაქციიდან სითბო მოკრის, გიცქერიან როგორც ოქროს ზაქარას, ჩვენს ზაქარას. ხოლო ამას პროზად თუ ვიტყვი, ქართული ოცნება მთავარი მოსამართლისთვის პოლიტიკური ბექგრაუნდის არქონას აუცილებლად აღარ მიიჩნევს. გიავოლსკის კი მიაჩნია, რომ თუ პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ზაქარია ქუცნაშვილს არადგენს, ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება, რადგან ქუცნაშვილი ამ თანამდებობაზე რომელიმე პოლიტიკური პარტიის გავლენის ქვეშ არ იქნება. ვეთანხმები, როგორ შეიძლება შეედავო ხა ბატონ გიას, კაცო. უამრავი ნიშანი ადასტურებს მის ნათქვამს. ჯერ ისნახეთ, კაცო, სახელი და გვარი. და როგორ შეიძლება ზაქარია ქუცნაშვილი რომელიმე პარტიის გავლენის ქვეშ მოექცეს, მერე იერი, გამოხედვა, მზერა, ჰოროსკოპი. მერე ხა რომელ პარტიას შეუძლია ეხა ზაქარია თავისი გავლენის ქვეშ მოიქციოს, რომელს მაგალითად? რა, ლეიბურისტულ პარტიას? რა სისულელეა, კაცო. მაგას სოსო შატმერაშვილი გაექცა გავლენით. ნაციონალებს? ნაციონალები ხა როგორ მოაქცევენ, ხა მაინც და მაინც თუ არ აწამეს, ხო? და დაშნიაკ ცუცუნების გავლენის ქვეშ ვერ მოექცევა. რომელი დაშნიაკი ეკავს ეხლა ან ცუცუნი. რა ეხლა რა, რომელი პარტია? ქართული ოცნება? მოიცა რა კაცო, ქართული ოცნება რა პარტია? არა ეხლა ირაკლი კობახიძემ კი ამოკაჭა ცოტა, მაგრამ მაინც. ხო და მე და ვოლსკის გონია რომ კარგი იქნება მთავარი მოსამართლის პოსტზე ზაქარია ქუცნაშვილს თუ წარადგენენ. მაგრამ მე ისიც მგონია რომ ესე არის ნათქვამი, ხო ვიცით, ვოლსკი ბჭობდა, მარგველა ჩემი იცინოდა. ახლა მთლად ბიძინა ჩემი ვით არა, მაგრამ იღიმებოდა მაინც. იღებ.